ევროპა და ამერიკა მთელი ძალით რო ჩართულიყო უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთს ატომური იარაღის გამოყენება მოუწევდა. სხვათა შორის ამერიკის პრეზიდენტი მაგას იძახდა კიდეც, რომ ჩვენი ძალებით არ ჩავერთვებით ამ კონფლიქტში, იმიტომ რომ მესამე მსოფლიო ომამდე მივა ეს ყველაფერი და რუსეთი მაშინ რაღაც შეიძლება ატომური იარაღი გამოიყენოს. ანუ პირდაპირ დაუფარავად ლაპარაკობდნენ, რომ უკრაინას არასაკმარისად დავეხმარებით. ამერიკას რა აწყობს ამ ყველაფერში და რითი ხეირობს, ეგ არის მარტივად გასაგები. ის რომ კონფლიქტი შეიქმნა, კონფლიქტი გაიწელა, ის კონფლიქტმა მიიღო უკვე ისტორიული ხასიათი, მაგით ხეირობს დასავლეთი. ეგ კონფლიქტი რომ გაჩნდეს, მაგალითად ეხლა ბელორუსიაში, ეგეც კიდე დამატებით სახარბიელო იქნება დასავლეთის. მაგრამ რაღან უკვე მისულია სიტუაცია იქამდე, რომ უკრაინელებს და რუსებს ერთმანეთი გადამტერებულია, ეს მტრობა კიდე შემდეგ ეტაპზე გადაყვანადი აღარ არის. ანუ მაგ კუთხით ამოწურულია რესურსი. ეხლა შესაბამისად ამერიკა გადაერთოს სხვა ამოცანების გადაჭრაზე. ანუ მაგ ამოცანის ტრიალს აზრი აღარ აქვს ამერიკისთვის. ეხლა გადაერთოს სხვა ამოცანაზე, რომ რუსეთთან უნდა შედგეს ეხლა რაღაცა ტიპის მოლაპარაკება.